რადგან აქ მყავს 10,000 ფოლოვერი მაინც, მინდა რომ ვთქვა ჩემი სათქმელი, რომ ოცნების ამომრჩევლებს, ქოცებს, იმ ადამიანებს, ვინც ამბობენ, რომ აპოლიტიკური ვარ და ანუ არ მაინტერესებს, ნეიტრალი ვარ და აი ბოლოს ვინც გაიმარჯვებს, იმათკენ რომ წავლენ და მანამდე რომ არაფერს არ ამბობენ და ტრაკს არ გაანძრევენ, მაგათ ვაგინო დედის ტრაკი. ანუ მართლა გეუბნებით, ცხოვრებაში არასდროს დაგაფასებ და ანუ არ მინდა რომ საერთო ჰაერი ვისუნთქოთ და არ მინდა რომ რავი, მინდა რომ მოკვდეთ და მინდა რომ ჩაძაღლდეთ და წამებით აი ყველანაირი წამება გაიაროთ, რაც კი ოდესმე ადამიანს გამოუგონია. მართლა არ მჯერა ამ ყველაფრის და ქოცების დედა მოვტყან მართლა. და არა მარტო ბიძინას თამადობით ყველა ეგეთი ადამიანის. კავაძის, კობახიძის, ტალახაძის, ხარებას, ანუ პირველ რიგში ხარებას და ბიძი, აი აღარ ვიცი უკვე ვის რა ვაგინო და ყველა გინება ამოვწურე, რაც კი ვიცოდი საერთოდ და ჩემ ფანტაზია სადამდეც გაწუდა, იქამდე ვიგინე, მაგრამ ანუ მარტო გინება არაფერს არ შობ. იმენა უკვე უნდა მოვუტყნათ დედა ყველა ადამიანს, ვინც არაფერს არ აკეთებს. და თქვენ გამო, რავი, ხალხი იტანჯება, ცემენ და კომაში არის და ტიპი მოკვდა. ეს დაზუსტებით სიკვდილზე არ ვიცი, მაგრამ გავიგე ეგეთი ინფორმაცია და ადამიანი კომაშია და იმიტომ არ აბაზრებენ მაგ ამბავს, რომ ფული გადაუხადეს, რომ ჩუმად დარჩენილიყვნენ. აი, ეგეთები ცალკეყლეები ხართ, ნეიტრალები ცალკეყლეები ხართ და ის ადამიანები, ვინც ქოცები იყავით და ეხლა უცებ დაინახეთ, რომ ყლეები არიან, თქვენ ყლეები ხართ, მაგრამ კიდე კაი სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მაგრამ ანუ აი, მართლა აქციაზე გამოდით ხალხო, ანუ გამოდით. ცოტანი რო ვართ, მაშინ გვარბევენ და მაშინ არიან ისინი უფრო ძლიერები, თორემ რავი, გუშინ ძალიან ბევრი ვიყავს, მე რო დაიშალა ხალხი, ეგრევე ყველა მხრიდან ალკები და აი მე აღარ მჯერა მართლა, აი რო ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება მორჩეს ისე, რომ ჩვენ რაღაც კარგად გამოვიდეთ და ამ ადამიანებთან, ამ ყლეების გვერდზე რომ უნდა გავაგრძელო ცხოვრება, ანუ მაგასაც ვერ ვეგუები და მართლა ანუ აი არ მესმის არც ერთი ადამიანის მართლა როგორ შეიძლება ეს სწორად მიგაჩნდეს და როგორ შეიძლება ამ ჩაგვრას უძლებდე ესე არათანაბარი ძალებით და აი ფულის მონები და ყლის მონები მართლა წადით და უწოვეთ ბიძინას და დაიხჩვით მაგ ბიძინას. სალამი მეგობრებო. სამსახურიდან ახლა მოვედი და საქართველოს ბანკის აპლიკაციაში შევედი, სადაც დამხვდა კითხვა, რა სურვებ საქართველოს. 9 ჯერ დავწერე რაღაც და 9 ჯერ ვეწავშალე. იმიტომ რომ 150,000 ბგერისგან შედგებოდა და ვერ ვტევდი. ახლა კი მხოლოდ ერთი სიტყვის დაწერას ვაპირებ. და სანამ გეტყვით რა არის ეს ერთი სიტყვა, მე ვთვლი რომ საქართველოს ბევრს ვერაფერს ვერ ვუსურვებ. მას ყველაფერი აქვს. პირველი და უმთავრესი, საქართველო მართლმადიდებელი ქვეყანაა. მას აქვს რწმენა, რომელიც დაფუძნებულია სიყვარულზე, თავისუფლებაზე, უდრეკობაზე. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რომელმაც გაზარდა შვილი, რომელიც არ გატყდა ეშმაკის წინაშე. მაშინაც არ გატყდა, როცა ჯვარზე აცვეს და გაიმარჯვა. საქართველო ერთი ციდა ქვეყანაა და ყველას აინტერესებს. საქართველოში 4 სეზონი გვაქვს. 4 ვკუთხი ნოყიერი მიწები გვაქვს. 4 ვკუთხი სალოცავები გვაქვს. შავი ზღვა გვაქვს. პორტალიაო ჩვენზე ამბობენ. მხოლოდ ჩვენს ქართულ ხალხურ მუსიკაში არის 4 ხმოვანება. რას გადავეკიდე ამ 4-ს? რა ვიცი. ჩემთვის რაღაცნაირი რიცხვია. სამება და ჩვენ. ერთი მუჭაერი ვართ და 21 საუკუნეა მოვდივართ. ჩვენ გვაქვს 100,000 მოწამის დღე, 100,000 შეწირული თავის დღე რწმენისთვის. ჩვენ გვყავს თავდადებული მეფეები. ქეთევანწამებული ჩვენი არ იყო? თამარი, მოუდრეკელი ქალები. ჩვენ როცა გვშია ერთმანეთს კი არ ვჭამთ. ერთმანეთს ვაჭმევთ. ჩვენ როცა გვცივა, სადღაც რაღაცას კი არ ვეწევთ, ერთმანეთს ვეხუტებით და ვათბობთ. და რაც უფრო მეტად ცდილობენ ჩვენს დამარცხებას,
უფრო მაგრები ვხდებით და ვიმარჯვებთ. იმიტომ რომ ჩვენ ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი ერი ვართ. ამიტომ საქართველოს ბანკის აპლიკაციაში რას ვუსურვებ საქართველოს მხოლოდ ერთი სიტყვა უნდა დავწერო. ღვთისწყალობას, რომელიც ყოველთვის მაშინ გვეძლება, როცა ყველაზე ძალიან გვჭირდება. როცა სატანას ყველაზე მეტად გონია, რომ ფესვები გაიდგა. მიყვარხართ და გისურვებთ წყალობას, ღვთისწყალობას, ჩემო ქართველებო.